სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა უბლის მიერ საყვარელნო მადლობა უფალს ყოველი წუთისთვის და ყოველი წამისთვის მადლობა უფალს რომ მოვიდით ჩემი ცნების ტაძარში სადაც მინდა რომ ვისაუბროთ იმის შესახებ როგორც გაუწყეთ ეს არის ისაიას წინასწარმეტყველის სიტყვები ეძებეთ უფალი როცა შეიძლება მისი პოვნა მოუხმეთ მას როცა ახლოს არის იგიო წარმოიდგინეთ ვიზე ვსაუბრობთ უფალზე რომელსაც როცა ადამიანებს ჩვენ არ შეგვიძლია უფლის დანახვა და როდა ვერ დამინახავთ უფალი ანგელოზებიც კი იფარავენ თავს რომ უფალი დაინახონ და ყოველთვის ადამიანის მოდგმა და ადამიანები ვცდილობთ რომ ჩვენი ჭკუით ჩვენი მოქმედებით ვიცხოვრო და ის თითქოს ყველაფერი შეგვიძლია რომ გავარჩიოთ კეთილი და ბოროტიც მაგრამ ეს ისეთ რომ ესე არ ხდება შემოქმედი არის უფალი რომელმაც შექმნა ადამიანის სადა ქვეყანა და ყველაფერი მან შექმნა და ყველა ჩვენი მოძრაობა ჩვენი გაელვება ჩვენი ფიქრები აბსოლუტურად ყველაფერი უწყის უფალმა მე მედოდა დამეწყო ჩვენი საუბარი როგორც ველაქმასე ისე ახალ ლაქმას გადავსულიყავი და ეკლესიის მამები საოცარ ამბავს გვასწავლიან რომ რა აკტათო ადამ და ევას სასუფეველშიო ესე იგი სრული ნეტარებაში იყვნენ წარმოიდგინეთ აბსოლუტურად სრული ნეტარება ჩვენ რა ადამიანები როცა უფალი მოვიდა გვეუბნება რომ მოვედი იმისთვის რომ მარადიულ სასუფეველში დაგაბრუნოთ რა არის ეს მარადიული სასუფეველი რა ნეტარება არის მარადიული სასუფეველი არც ფული არც გაკვნება არც ამპარტაუნება არც არაფერი აი სრული ნეტარებაში განყოფეს უფალი არც ჭამა არც სმა და არც არაფერი არ არის რა და ესე არაფერი არ აკლდათ მაგრამ გველი როცა შეუშთა უთხრა აი როცა აი ნაყოფს რომელ ნაყოფს უნდა მიეღოთ უთხრა უფალმა რომ არ ეხმიათ ეს ნაყოფი მაგრამ ჯული დაარღვიეს და მიხმიეს ოღონდ რას ეუბნება ეს ეშმაკი ეუბნება რომ ამას ეხა როცა თქვენ იხმევთ ამას თქვენ გაიგებთ კეთილსა და ბოროტის მდგომარეობაზე ჩვენ თქვენ ღმერთები გახდებითო ამიტომ ესენი დაიჯერებენ და უკვე გადადიან ესეთ ემოზე რომ რაც უფალმა უთხრა არასრულებენ და თქვენ გაქვთ ალბათ დოკუმენტური ფილმი გადიოდა აქა ჩამოიტანეს ადამ სადახარო ესეთი კინო არის გადაღებული სადახარ ადამო იმიტომ რომ უფალი ადამ სულ ესაუბრებოდა ელაპარაკებოდა უფალი რა და ისეთი დამოკიდებულება იყო რომ უყვარდა ადამი უფალს მაგრამ სად არის საერთოდ სიყვარული ჩვენი დამოკიდებულება სიყვარულის მიმართ მორჩილების მიმართ იმის მიმართ რაცაც უფალი გვეუბნება ვასრულებ ჩვენ თუ ვერ ვასრულებთ ამას ამიტომ როცა ეს ყველაფერი დააკარგა ადამმა ემალება ადამი უფალს მაგრამ სად დაემალება და სწორედ მაშინ მოხდა რომ როცა დაიკარგა უკვე სიყვარული გაქრა და ეს როცა სიყვარული ქრება ადამიანს და ადამიანსა და უფალს შორის და მას შორის როცა დაარღვევა მაშინ მოხდა ესეთი გადმოსვლა გამოძევებას ეძახიან ესე და როგორც ისა ბოროტ ძალასთან ერთად და ეს არის მდგომარეობა ძალიან რთული როცა ყველა ჩვენთაგანს ეს დღეს ვიწუნიეთ და ვართ აი ამ სამყაროში სადაც ბოროტიც არსებობს ჩვენთან ესევე მინდა გითხრათ რომ იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ჯეროდათ უფლისა ესეთ ადამიანებს როგორიც იყო აბრაამი მოსე დავით წინასწარმეტყველი დავით მეფე და მინდა რომ დიდი ხნით თავს არ შეგაწყენთ მაგრამ რამდენიმე ის მინდა რომ მოგითხროთ აბრაამს რომელიც იყო საოცარი ადამიანი აბრაამი მას სახელი აბრაამი უფალმა დაარქვა აბრამს ეძახდნენ იმიტომ რომ უფალმა როცა შეუცვალა სახელი ეს არის
რჩეულ მრავალთა მამას ნიშნავს ეს. როცა აბრაამმა დატოვა სახლი კარი და ტყეში ცხოვრობდა, მდიდარი ადამიანი იყო ძალიან, მაგრამ უფალი ესაუბრებოდა ხოლმე ადამიანს და აბრაამს და რას ეუბნება, რომ შენ გაგიჩნდება შვილიო და ისააკს დაარქვევ. და ელოდება 90 წლის არის აბრაამი, წარმოედგინე და ელოდება, რომ შვილი უნდა მისეს უფალმა და 25 წელიწადი ელოდება შვილის, რომ შვილი ეყოლება მას. და აი ამ 25 წლის განმავლობაში საოცრება არის მისი ცხოვრება და მოკლედ დადგება დრო, როცა გაუჩნდება შვილი და დაარქვეს ისააკს. და საოცარი ადამიანი იყო, ისე იგი არანორმალური რწმენა ჰქონდა და ნდობა უფლისა. ეს იყო მართლაც საოცარ დიდი მამა. და ხდება ხოლმე ესეთი რაღაცა ჩვენ სწავლებაში გვაქვს, რომ ყველაზე მეტად ღმერთი უნდა გვიყვარდეს. ღმერთი უნდა იყოს პირველ შვილზე მეტად, ცოლზე მეტად, ყველაზე მეტად უფალი უნდა გიყვარდეს. ღმერთის სიყვარული არის თავარი. მაგრამ აქაც მოხდა ესეთი ისა, რომ იმდენად უყვარდა ეს ისააკი და იმდენად ჰქონდა უფალმა გადაწყვიტა, რომ გამოცდა მოეწყო, ესე იგი აბრაამისთვის, რომ რამდენად ჰქონდა რწმენა, რამდენად ჰქონდა მორჩილება და რამდენად ჰქონდა სიყვარული უფლისა. და აი ეცხადება, ესე იგი უფალი და ეუბნება, რომ შენო აბრაამ უნდა წახვიდე, გაჩვენებ მე ადგილს, სადაც უნდა წახვიდე და იმ თავზე შენი შვილი უნდა შეწირო. ნუ თქვენ წარმოიდგინეთ ახლა აბრაამის დამოკიდებულება, ესე იგი უნდა წავიდეს აბრაამი და შვილი შესწიროს. და მიყავს და 3 დღე მიდიან. ამ 3 დღის განმავლობაში ისეთ მდგომარეობაში აბრაამი, რომ ესე იგი ისე უყვარს თავისი შვილი, მაგრამ მაინც მიყავს და კი არ ბრუნდება უკან, ან კი არ ტრიალდება უკან მხარეს, რომ მოტრიალდეს და არ ისაქნეს, მაგრამ ნახეთ მიყავს ეს შვილი და როცა მივლენ იმ ადგილას, შვილი ეკითხება ისააკი, რომ მამაო, ყველაფერი მზათა გოგ, დანაცავა, შეშაცა, ყველაფერი სად არისო? ზვარაკი სად არისო? სად უნდა დავკლათო? რა უნდა დავკლათ? ზვარაკიო და წარმოიდგინეთ, მამა ეუბნება აბრაამს, ეს ღვთის ნება, როგორც ნებავსო უფალსო, ეხლა ისე მოხდება ყველაფერიო. და წარმოიდგინეთ, როგორც კი ამ ახლს ამოიღებს, იმ წუთში უფალი აჩერებს აბრაამს და ზვარაკს გამოაჩენს, რომელსაც დაკლავენ. ესეთივე დამოკიდებულება არის დედაღვთისმშობელთან მიმართებაში. როცა მთავარ ანგელოზი გაბრიელი ეცხადება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, გახსოვთ, რას ეუბნება, საოცარ სიტყვებს ეუბნება. და დედაღვთისმშობელი რას ეუბნება, ახან ხევალი უფლისავე მეყავ მე სიტყვისაებ შენისა. დათანხმდა დედაღვთისმშობელი. ხო ეუბნება, რომ მამაკაცი მე არ ვიცი და როგორ უნდა მოხდეს ესო, რომ აი სულიწმინდის მადლი მოვიდე, ძალი მაყლისა იქ ფარვიდე, შენ და გეყოლება შვილი და დაარქვევ იესოს. და ეს დედაღვთისმშობელმა მიიღო, რაც უთხრა მთავარ ანგელოზმა. და წარმოიდგინეთ, რომ ორივეს უთხრეს, რომ შვილი უნდა შეეწირა. და რა მოხდა ამასთან დაკავშირებით, იცით, რომ უფალმა რა მოიმოქმედა, როცა აბრაამს გამოუშვა კრავი და დაკლეს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელისგან როცა მოევლინა ჩვენი განკაცებული მაცხოვარი, შესწირა უფალმა თავისი თავი და იმისთვის შეიწირა, რომ ჩვენ გადაგვარჩინოს და გვაცხოვნოს მაცხოვარმა. და აქ ესეთი რამეა, რომ ღმერთიო არასდროს დარჩება ვალშიო. ართვას უნახავს და არ ყურსმენია ის, რაც ღმერთმა მოამზადა მისთვის, ვინც უყვარს. თქვენ წარმოიდგინეთ, უფალმა მამაზეციერმა აუწყა უფალს იესოს, რომ უნდა წამოსულიყო და როგორ ეწამა უფალი და რა საოცრება მოხდა მის თავს და ეს გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენ ყველა ჩვენთაგანი გვაცხოვნოს და შეგვიწყალოს უფალმა. მცირე ალბათ ეს ჩემი საუბარი აქ ძალიან
ბევრი წერია, მაგრამ რატო ყვები ამას ყველაფერს? იმიტომ რომ ეხა მოსეზე უნდა გითხრათ, მოსე წინასწარმეტყველზე, იმიტომ რომ ჩვენ დავინახოთ, რაც თავში გითხარით, უფალი უნდა დავინახოთ. და დავინახოთ ღმერთი იმითი, რომ როგორ ჯეროდათ აი ამ ადამიანებს რა. ხშირად ეხა ადამიანები მეკითხებიან, რომ ბოლო ხანს დავიწყე ქადაგება მინდობაზე და საერთოდ ადამიანებს ძალიან უჭირთ ეს მინდობის თემა. და მეკითხებიან, როგორ მივენდოთ უფალი, როგორ დავინახოთ ეს, როგორ მოვახერხოთ ეს მინდობა არის ბოლო ეტაპი, ბოლო რაღაცა ისე რა ქვია, უფალთან მისვლის, სულ ბოლო. მაგრამ მანამდე ხო არიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ქრისტიანულად ოჯახში, ეს ყველაფერი ეს ხდება, მაგრამ ჩვენ რო დავინახოთ უფალი, დავინახოთ ძველი აღთქმიდანაც და დავინახოთ ახალი აღთქმიდანაც. სად არის ჩვენი გადარჩენას გზა? აი მოსესთან. მოსეს ეცხადება უფალი და ეუბნება საოცარ რაღაცას, რომ უნდა წახვიდა და ებრაელი, ეგეთ უნდა გამოიყვანო ეგვიპტიდან და უნდა დააბრუნო სადაც და როგორ გავაკეთებო? მოსე არ ძალა მაქვს, არაფერი მე არ მაქვს შემწევს, როგორ შემიძლია რომ ეს გავაკეთო უფალ? უფალი ეუბნება, მე ვიქნები შენთან და მას ჯერა რომ ღმერთი იქნება, მას არა ღმერთის წამს ისე რომ ღმერთი გააკეთებს ამას ყველაფერს და ნახეთ რა ხდება, როცა მიდის მოსე რომ უნდა გამოიყვანოს ეს ხალხი ამ საოცარი ადგილიდან და უნდა დააბრუნოს და გახსოვთ იქ რომ ხდება ესეთი რაღაცა რომ არაძლევს უფლებას რომ გამოიყვანოს ეს ადამიანები რა და აქ არის საოცარი ესეთი რამ რომ რას მოულეს უფალი და მე მინდა რომ ისინი ამოგიკითხოთ რა ბიბლიის მიხედვით მოსეს მეშვეობით ღმერთმა ეგვიპტეში 10 სასჯელი სასწაული მოავლინა. ეს სასჯელები ებრაელი ხალხის ეგვიპტის მონობიდან განსათავისუფლებად მოხდა. პირველი რა იყო? წყლის სისხლად გადაქცევა მდინარე ნილოსის წყალი და ეგვიპტის ყველა წყალსაცავი სისხლად იქცა, რის გამოც თევზები დაიხვალნენ და წყალი სასმენად უვარგისი გახდა. ბაყაყების შემოსევა ქვეყანა დაიფარა უთვალავი ბაყაყით ფარაონის სახლებში საწყლში და საჭმელებს აღწევდნენ. წერების მუმლის შემოსევა მიწის მტვერი მუმლათან ტილებად იქცა, რაც აუტანელ ტანჯვად ექცათ ადამიანებს და ცხოველებს. უზამკალების შემოსევა ეგვიპტელთა სახლები და მინდვრები აივსეს სხვადასხვა სახის მტერთა გუნდებით, რამაც გაანადგურა მოსავალი და ცხოველები. პირუტყვის დახოცვა ეგვიპტელთა ყველა შინაური ცხოველი, ცხვრები, აქლემები, ხარები, ცხვრები მასობრივად გაწყდა, მაშინ როცა ებრაელთა საქონელი უვნებელი დარჩა. წყულები და ფუფხი, მოსეს ფეფხლი ჰაერში გააბნია, რამაც მტკივნეული წყულები და ფუფხი გამოიწვია. საშინელი სეტყვა ეგვიპტის ისტორიაში ყველაზე ძლიერი სეტყვა, რომელსაც თან ახლდა ცეცხლი. გაანადგურა და ყველაფერი ხეები, მოსავალი და ადამიანები, ვინც ღია ცის ქვეშ იყო. მერვე არის კალიების შემოსევა. გადარჩენილი მცენარეები და ხეები კალიებას სრულიად შეჭამეს. სამდღიანი სიბნელე ეგვიპტეში 3 დღის განმავლობაში წყდიადი ჩამოწვა. ერთმანეთს ვერ ხედავდნენ, ხოლო ებრაელთა დასახლებაში იყო ნათელი. პირშოების სიკვდილი, ბოლო და ყველაზე მძიმე სასჯელი ღამით ეგვიპტეში ყველა პირშო დაიღუპა, ცხოველების ჩათვლით. ამის შემდეგ ფარაონმა ებრაელები გაუშვა. რა საოცრებაა, როცა აი ამას ვკითხულობთ ჩვენ ყველაფერს და რა ხდება? ებრაელი ერთი მიყავს მოსეს. და თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენ გვახსოვს რომ მოსდევენ ისევ რომ დაიბრუნო ნებზრელები მიუხედავად ამხელა საშინელი რამე იხილეს იმათან, მაგრამ ნახეთ მოსე დგას წითელ ზღვასთან და ხედავს რომ გზას ვეღარ ხედავს, აქედან და იქიდან მოვლენ და დაიხოცებიან და ებრაელები ეუბნებიან რა შვები მოსე და ღმერთის ვიწუნოთ, ღმერთი ყველაფერს მოახდენს, საოცრებას მოახდენს და უცებ არ ტყამს კვერცხს მოსე და ეს წითელი ზღვა გაიპობა და გადის ეს ხალხი.
სასწაული, ხო? ვინ მოახდინა ეს? ღმერთმა, უფალმა, რომელსაც ყველაფერი ძალუძს და გადის ეს ხალხი. და მიდის ეს ხალხი აი ამ ზღვაზე და წარმოედგინეთ, როცა გადიან, ამ უდაბნოში დადიან, მანანას აჭმევს ზეციდან 40 წლის განმავლობაში მანანას აწმევდა ზეციდან უფალი. და ნათელს იმაშებოდა რომ არ ადიმა, მაგრამ ადამიანთა რამ როგორ არის? ნახეთ, მოსე ადის თაზე, სადაც უფალმა აუწყა რომ ესე იგი მცნებები ჩამოაქვს და სწავლებები მოსეს. და ჩამოაქვს თუ არა ასწავლის ამ მცნებებს კანონს, მაგრამ ჩამოდის თუ არა გახსოვთ როგორი კერპები და იმეებით ხვდებიან ადამიანები, რომლებიც საშინელებას ახდენენ, საშინელებას იქმნიან. ამიტომ 350 კილომეტრი იყო დარჩენილი, რომ უნდა გაიარათ. 350 კილომეტრი. და უფალმა 40 წელი ატარა ებრაელი ერი, რომ ახტუნ ქვეყანაში შესულიყო. რატომ მოხდა? მამები იძახიან, ყოველ სხვადასხვანაირი შეხედულება აქვს, მაგრამ ამ 40 წლის განმავლობაში, თორმე აი ამ კანონებსაც ასწავლიდა მოსე და ყველაზე საშინელება რაც ყოველთვის ჩვენთანაც და ყველგან ხდება ეს ურწმუნოების მდგომარეობა. ამდენი რამე იხილე, ამდენ რამეს ნახულობ, ამდენ სასწაული შენს თვალწინ არის, მაგრამ აი უჭერს ხოლმე ადამიანს ამით დაჯერება, მაგრამ შეგვინდოს უფალმა ყველა ჩვენთაგანი, ჩვენ ვერავის ვერ გამჟით და ვერავის ვერ იმას ვიზამთ, მაგრამ ღვთისადმი დუმობა არის ბრმამორჩილება, ეს არ არის ბრმამორჩილება, ეს კიცერ წმენა მის სიყვარულის სიტყვასა და ხასიათში, რომელიც მხოლოდ პირადი ურთიერთობისას ცხოვრებისული გამოცდილებით შეიცნობა. ესევე მინდა მოგითხრათ დავით მეფეზე, რომელიც ძალიან დიდი მეფე გახდათ და სწორედ დავით მეფიდან გამოვიდა და დავით მეფიდან ხდება, როცა იერუსალიმში ხშირად დავდიოდი და ხშირად ვიყავით, ებრაელ ერთს როცა ელაპარაკები, რა მოხდება თქვენთან, რა იქნება, აი დავითის ტომიდან გამოვა მეფე და მეფეთ აირჩევენ და რაღაცა ესეთი რამ საუბრობენ იქაც. მაგრამ რა მოხდა დავით მეფესთან? გახსოვთ, როცა მის მამასთან მივიდნენ და გამორჩევა უნდათ, სწორედ დავითი არ დახვდათ იქა, მაგრამ ვინც მივიდათ, ეს არ არისო, ვინც უნდა გამოერჩიათ, მაგრამ მოხდა ესეთი რაღაცა, რომ დავითი გამოერჩია უფალმა და საოცრად უყვარვა დავით მეფე უფალს და გახსოვთ დავითის საოცარი რამ, როგორ ფილისტიმელ გოლიათთან როგორ გაიმარჯვა და აიყო და როგორ ესწოლა, მეო ღმერთის სახელით მოვდივარო დავით ეონება და შენი ძალი და ემეთი და გაისვრის და მოკლედ დაამარცხებს ამ გოლიათს და რა ხდება მის ცხოვრებაში? მოხდება რომ მეფეთ აირჩევენ დავითს და სულ მედის გამარჯვებებით რა, ამარცხებს ხან ერთი არის ხან ესა და რაღაცნაირად აი როცა ესეთი რაღაცები ადამიანში იწყება, ხშირად ადამიანს ემართება სიამაყის მდგომარეობა. მაგრამ თავი რაც იყო აქ არის ეს, რომ უფალმა აუწყა დავით მეფეს ერთი რამე, რაც თავარია, რომ მისი ტომიდან, მისი იმიდან გამოვიდოდა მესია, რომელიც იხსნიდა ერს და ქვეყანას. და თქვენ იცით, რომ ძველ აღთქმაში ეს არის და რომ მთელი ძველი აღთქმა ასწავლიდა მესიას, როგორ უნდა მოვიდეს და როგორ უნდა გამოიხსნას ერი და ქვეყანა. და ბევრი წინასწარმეტყველები ამაზე საუბრობდნენ და ამას იძახოდნენ და ყველა ამაზე ლაპარაკობდა. მაგრამ როგორც კი ბოროტმა ძალამ გაიგო, რომ აი ეს ხდება, შეეცადა, რომ დავითი ყველანაირად დაენგრია, გაენადგურებია. მაგრამ უფალი უშვებს ამას. რატომ უშვებს უფალი ამას ყველაფერს? ეს არის ის, რომ დავით მეფე არ ჩავარდეს სიამაყეში და არ გაამპარტამდეს თავისი აი ესეთი მდგომარეობებით. და ამის გამო იცით, რომ დავითი შესწოდავს და საშინაო წოდებს ჩაიდენს. და ეს წოდვა არის, როცა იმრუშებს დედაკაცთან და ეს არის ისიც, რომ
მოკლავს ადამიანს იმის ქმარს და მის მოყვასის ცოლს ისურვებს და მოკლედ აი ეს რაღაც საშინელი რამე მოხდება მე ცხოვრებაში და ძალიან ბევრი ტკივილებია გადატანილი თავის შვილებთან დაკავშირებით და ესეც რაღაც, მაგრამ რატო უშვებს ახლა უფალი აი ამ განსაცდელს დავით მეფესთან? უფალმა უწყის, რომ იმდენად მორწმუნეა დავით მეფე და იმდენად წამს ღმერთის, რომ სასწორკვეთილებაში არ ჩავარდება. არ დაკარდა, არ დატოვებს უფალს. არავითარ შემთხვევაში იცის უფალმა ეს, რომ არანორმალურად უყვარს ღმერთი და მორჩილებს უფალს. მაგრამ აი ეს ცოდვა, რომელიც მან ჩაიდენა, საშინლად განიცდის. და როცა ამ ხელს ერთი წინასწარმეტყველი და ერთი ადამიანს როცა გააგზავნეს უფალი და ეტყვის რაც ჩაიდინა, მოთქვამს დავითი სულ იჩოქება და ევედრება უფალს, რომ შეიწყალოს უფალმა და მოხდება ის საოცარი რამ, რაც როცა დავითი წერს 50-ე ფსალმოს. ეს ფსალმონი მართლაც საოცარი ფსალმონია. ყოველთვის არის ხოლმე მოძღვრები, როცა ცოდავს ხოლმე ადამიანი ამ ფსალმოს დაადებენ თავისი მეტანიებით და თავისი იმით, რომ შეასრულოს და შეიწყალებს უფალი დავით მეფეს და მოხდება ეს საოცარი რამ, რომ ყოველთვის ეს სიამაყე, რომელზეც ახლა ჩვენ საუბრობთ, არის ძალიან მძიმე მდგომარეობა. ეს სიამაყე არის ის, რომ როცა ადამიანი ჩათვლის თავის თავს ყველაზე მაღლა მდგომს და სხვა ადამიანს არ უყურებს. და განცდა აქვს იმისა, რომ მასზე უკეთესი არავინ არ არის. და ის არის მხოლოდ ერთადერთი, ვინც ჭკვიანი, გადათლებული და ესეთ მდგომარეობა. და ზაქს უფალს ესეთი რაღაცა, როცა უფალი იძახის, ვინც თავს დაიმდაბლებს, იმას ავამაღლებ და ვინც თავს აიმაღლებს, იმას ბოლომდე დავამდაბლებ. ესე იგი, ეს სიამაყე კლავს ადამიანს და სხვათა შორის ჩვენი პატრიარქი სრულიად სახელმწიფო ილია მეორე ესეთ რა ძალიან ამაყი ერი ვართო ჩვენო. და პატრიარქიც ამას ბრძანებს და ჩვენ ცხოვრებაში ხშირად უნდა იყოს ესეთი რაღაცა, რომ უნდა დავძლიოთ ეს ჩვენი სიამაყე, ჩვენი ამპარტავნება, ჩვენი მე. ესე იგი, როცა იტყვის მე, აი ამ მეზე არის აწყობილი თითქოს ყველაფერი რა. და რას ნიშნავს ეს მე? როცა უფალი შენთან არის, როცა ღმერთი განაგებს ამას ყველაფერს და საოცრებას გიხდეს, აი ამ დროს შენ გაქვს სულ ეს მდგომარეობა, რომ შენ თვითონ უნდა გააკეთო რაღაც ესეთი რაღაცები, რაც შენ თვითონ არ შეგიძლია. როცა ღმერთი შენ გეუბნება ერთ-ერთ საოცარ რაღაცას. მომენტე, ეს არის გზა და ჭეშმარიტება. მომენტე გამომყევი. მე და მამა შემოვა ჩვენთან და დავივალებთ. ამაზე დიდი რა შეიძლება იყოს ცხოვრებაში. მაგრამ აი ხშირად ამას ვერ ვასრულებთ ხოლმე და გვიჭირს ხოლმე ამის შესრულება და როცა ახლა დავით მეფეზეც გესაუბრეთ მე და კითხვა მოგიყოთ ერთი რაღაცა, რაც გადავიდეთ. თუ ღმერთი პრობლემების წინაშე გვტოვებს, ეს ნიშნავს, რომ არასწორად ცხოვრობთ. გახსოვდეთ, რომ ჩვენი მონანიები შეგვიძლია წყალობა მოვიპოვოთ ღვთისა. უსაზღროდ მადლიერი ვარ ღმერთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და რა თქმა უნდა, ყველა წმინდანების დახმარებისა, სიყვარულისა, წყალობისათვის, განკურნებისათვის და იმისა, რომ ხსნის გზა ვიპოვეო. რამედოდა მე თქვა, იცით რა, აი ჩვენ საუბრობდით უფალზე და უფლის მოვლენებაზე, იესო ქრისტეს და აი განკასდა უფალი და მოევლინა დედამიწას და გახსოვთ როგორ გამოირჩია მოციქულები. საოცარი იყო მოციქულების გამორჩევა უფლის მიერ და სწავლებები, მათი დარიგებები, მათი სწავლებები, მათთან ურთიერთობები ყოველდღე მოციქულები უფალთან ერთად იყვნენ. საოცრებას ნახულობდნენ, როგორ სწავლებით, ისე სასწაულებს. სასწაულებზე. თქვენ გახსოვთ როგორი დარიგებები ქონდა უფალს, როგორ ასწავლიდა თამდაბლობას, მიმტეებლობას, პატიებას. რა ვიცი, ამას ყველაფერს ეს ღვთის სწავლებები იყო ყველაფერი, მაგრამ რა მინდა რომ თავი გითხრათ, აი რა ხდებოდა. გახსოვთ ალბათ
პეტრე მოციქული როცა ზღვაში გადის და მოდიო ეძახია და გაივლის პეტრე, მაგრამ რაღაცა მდგომარეობაში იძირება, ხო? ესევე პეტრე ეუბნება, რომ შენ არასდროს დაგტოვებ უფალო რა, მე შესულ ბოლოს უფალი ეუბნება, შენ სამჯერ უარ მყოფ მე. და გახსოვთ პავლე მოციქულის მდგომარეობა, როცა უფალი ეცხადება, მიდის და ზეციდან ესაუბრება, რომ ვინახარო პავლე, მე ვარ იესო ნაზარეული, ვისაც დევნიო შენო. და აი წარმოიდგინეთ, პავლე მიდის სახლში მიყავდა, ბრმავდება პავლე. და მოციქულს აგზავნის უფალი პავლე მოციქულთან და ეუბნებიან, რომ ესო გვდევნისო, მიდითო, ეს ჩემი ჭურჭელი არისო. და როგორ განკურნავს პავლე მოციქულს. და როგორი სინანული აქვს ორივეს, პავლესაც და პეტრესაც. და თავ მოციქულებად აყენებს უფალი. და მოციქულებს, რომლებსაც დადგა დრო, როცა მოვიდა დრო იმისი, რომ ჯვარზე გააკრეს მაცხოვარი, ხოლო იოანე ღვთისმეტყველი ესწრებოდა ამას და დედა ღვთისმშობელი და ისინი დედაკაცები. ესენი იმალებოდნენ მოციქულები. გახსოვთ, რომელსაც ასწავლიდა და საოცრებებს უხდენ და მე ეს არ არის მარტო მიცვალებულების აღდგენა, არ მინდა გითხრათ, ყველაზე საოცარი რაც იყო, ერთი იყო ბრმა, რომელსაც თვალები არ ჰქონდა საერთოდ. და ხელს ადებს უფალი და თვალს ანიჭებს, წარმოიდგინეთ, რა შევა ღმერთი. თვალს, ბრმა ადამიანს. და ამას ყველაფერს ესენი ხედავენ, ხო? ყველაფერს, მაგრამ შეშინებულები არიან. მაგრამ საიდან მოდის ეს შიში, ეს რაღაცნაირად დამიანური შიშია, მაგრამ გახსოვთ, როცა მივლენ და ნახავენ, რომ აღდგა უფალი და მოდიან, არც ამას იჯერებენ და როგორ მიდიან იოანე და პეტრე და როგორ ნახულობენ, რომ აღდგა უფალი და საოცარი რა არის. ამის მერე ხდება ესეთი რამ, რომ გააკრეს უფალი ჯვარზე და შეშინებულები ელოდებიან, რომ როდის მოვლენ და როდის დაიპყრობენ და როდის წაიყვანენ. მაგრამ ხდება ესე 40 დღის განმავლობაში უფალი ჩვენი იესო ქრისტე თავის მოციქულებს და ამ მოციქულებს და ყველას ეცხადება და ეუბნება და ამხნევებს. და საოცარი გამხნევება არის მოციქულისა, როცა თვითონ ხედავენ შამსყვალო რაც დაადეს ხელებზე, ფეხებზე, იმაზე, ამას აჩვენებს ყველაფერს და გაოგნებულები უყურებენ უფალს, აღმდგარ უფალს. და გახსოვთ თომა მოციქული რას იძახის, რომ ერთი კვირის მერე როცა უფალი ეცხადება, მე თუ არ ნახავ უფალს, არ ვირწმუნებ, არ დავიჯერებ და შემდეგ კვირაში თომაც რომ იქ არის, ეცხადება თომასა, მოდი თომა, ხელი მომეცი და ჩაყავინ ამ შამსყვალებში. და ირწმუნე ჩემიო. და თომა მოციქული რა შვება, შემოეხვეო ფეხებზე და ეუბნება, უფალი ჩემი და ღმერთი ჩემიო. დაჩოქილი ევედრება. ამიტომ არის ეს საოცარი რამ და რას ეუბნება უფალი ამის მერე მოციქულებს, რომ დაელოდონ დროს იმ ჟამს, როცა სულიწმინდის მადლი გადმოდის. აი გადმოვიდა სულიწმინდის მადლი მოციქულებზე და აღიჭურდნენ სულიწმინდის მადლით მოციქულები. და რა ხდება ამ დროს მოციქულთა თავს, რომ არაფრის აღარ ეჩინიათ, აღარ სიკვდილის ეშინიათ და საერთოდ არაფრის აღარ ეშინიათ. იმიტომ რომ მათთან არის ღმერთი. და უფალმა ერთსათი რამ გვითხრა, რომ მოკოტებით იმ წუთშივე აგადგენთ. სიკვდილი საერთოდ არ გეშინოდეთ. თუ ჩემი შვილები ხარ და ჩემთან ხარ თქვენ, არ გეშინოდეთ სიკვდილის. და ამათ არც სიკვდილის ეშინოდა და არაფრის არ ეშინოდა. გახსოვთ ალბათ, სულ ყველა მოწამეობრივად აღესრულა, ერთი იოანე ღვთისმეტყველი ისექნა. მაგრამ არის წინასწარმეტყველებმა, რომ იოანე ღვთისმეტყველიც მოვა ილიას და დაენუქთან ერთად, რომელსაც არ განუცდიაო, ესე არის ეს წინასწარმეტყველება, რომ ესეც იგემებს სიკვდილს, მაგრამ თავარი რა არის, რომ ეს სულიწმინდის მადლი, როცა ჩვენ ახლა ლაპარაკობთ იმაზე, მინდობაზე, აი ამ მდგომარეობაზე, არა?
მე მინდა გითხრათ, რომ არიან ესეთი ადამიანები, როგორც ათონის თაზე, ესევე ჩვენთანაც არიან რუმინეთშიც, ყველგან არიან. ეს ამათ სტარეცებს ეძახიან ესეთი რუსული სიტყვა, მაგრამ როცა ეს ადამიანი საერთოდ ადამიანებს არ ძინავთ. არ ძინავთ ადამიანებს რა. და აი მოღვაწეობაში არიან. სულფალთან არიან, აი იესოს ლოცულობენ და არ იძინებენ. და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ რაღვაწში არიან, ეხლა დღესაც არიან ესეთი ადამიანები, მაგრამ როგორი ადამიანები იყვნენ ადრე, როცა ადამიანები საერთოდ ყველაფერს ტოვებდნენ, სახლს, კარს, ყველაფერს და მთაში მიდიოდნენ. და აი ამ თავისი მოღვაწეობით ეძლებოდათ ეს საოცარი მადლი, არნახული მადლია ეს. და ამ მადლის აი ეს მადლი რომ მიიღოს ადამიანმა, აუცილებელია რომ ისე იღვაწოს და ისე იშრომოს ამ წუთის სოფელში, რომ დაინახოს, რომ ღმერთის გარეშე შეუძლებელია ცხოვრება. უფალი მართავს ყველაფერს. მე მინდოდა ერთი რამ ამომეკითხა და კიდევ თქვენთვის მეთქვა ესეთი რაღაც. ჩემი ცხოვრების განმავლობაში სულ ხშირად ვკითხულობდი ხოლმე პავლე მოციქულს რომაელთა მიერ ეპისტოლეს. და მე მინდა ეს ეპისტოლე წავიკითხო და გითხრათ, აქ წერია ზუსტად ის, რაც ხშირად ადამიანებს გვემართება. რაც პავლე მოციქულს ემართებოდა, რაც ყველა ჩვენთაგანს გვემართება ადამიანებს. ეს რა არის? სულისა და ხორცის ბრძოლა არის ერთმანეთთან. და მინდა რომ ეხლა ამოგიკითხოთ ეს. ვინაიდან არ მესვის რას ვაკეთებ? იმიტომ რომ იმას კი არ ვაკეთებ, რაც მსურს, არამედ იმას, რაც მძულს. ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არ მსურს, მაშა სადამე ვაღიარებ, რომ ჯული კეთილია. ასე რომ მე კი არ ვაკეთებ ამას, არამედ სვოდვა, რომელიც კვიდრობს ჩემში. რადგან ვიცი, რომ ჩემში, ესე იგი ჩემს ხელში არის კეთილი. არის ჩემში სიკეთის ნდობა, მაგრამ როგორ აღვასრულო სიკეთე, ამას კი ვეღარ პოულობ ჩემში. ვინაიდან კეთილს კი არ ვაკეთებ, რომელიც სურს, არამედ ბოროტს, რომელიც არ მსურს. ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არ ამსურს, მე კი არ ვაკეთებ მას, არამედ სვოდვა, რომელიც კვიდრობს ჩემში. და პოულობ ამ ჟულს კეთილის ქმნას სურს, მაგრამ ბოროტი კი მიდებს გვერდით. ვინაიდან როგორც შინაგანი კაცი ღვთის ჯულით ვტკბები, მაგრამ ჩემს ასოებში სხვა ჯულს ვხედავ, რომელიც ეურჩება ჩემი გონების რჯულს და ცოდვის იმ რჯულის ტყვედ მაქცევს, რომელიც არის ჩემს ასოებში. ვაი ბედკრულს, ვინ დამიხსნის სიკვდილის ამ სხეულისაგან? მადლობ ღმერთ ჩემი უფლის იესო ქრისტეს მიერ, ამრიგად მე ერთი და იგივე კაცი გონებით ღვთის რჯულს ვემონები, ხოლო ხორცით კი ხორცის რჯულს. ცოდვა ისეთი ძალა, რომელიც არ აძლევს ადამიანს საშუალებას იმოქმედოს ისე, როგორც ამას შინაგანი კაცის სინდისი უკარნახებს. ადამიანს სურს ღვთის ჯულს დაემორჩილოს, მაგრამ ცოდვა წინ აღუდგება მის სურვილს და წარიტაცებს. შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი კი არ მოქმედეს, არამედ ცოდვა. ასე რომ მე კი არ ვაკეთებ ამას, არამედ ცოდვა, რომელიც კვიდრობს ჩემში. ყოველი ზემოთქმული შეიძლება ამგვარად შეჯამდეს. წმინდა პავლეს სწავლებით, ცოდვა ესაა ძალა, რომელიც ადამიანს აიძულებს მის საქმიანობასა და სურვილებში და შესაძლებლობას არ აძლევს მიაღწიოს მიზანს. სასიტყვებით რომ თქვათ, იგი ავიწყებს ადამიანს, რომ ქმნილებაა და დამოკიდებულია ღმერთზე. ცოდვა არის ძალა, რომელიც ადამიანს საკუთარი ბუნების შეცნობის საშუალებას არ აძლევს. ატყუებს მას და აფიქრებინებს, რომ შეუძლია ღმერთს გაუტოლდეს. იგი ვერ ხვდება, რომ სინამდვილეში მიწა და მამები იძახიან, მიწა ხარ და მიწად იქცევიო. ვიდრე არ მივხვდებით, რომ ჩვენს თვალზე ყოველი ღერითმა დათვლილია და ღმერთის გარეშე არაფერი შეგვიძლია. მიწაა და მიწად იქცევი, რომ ვიძახით, იცით, რომ ადამიანი შედგება სულისა და ხორცისაგან. სული
სული მიდის, ან საწავა ეს უფალმა უწყეს, მაგრამ ჩვენი სხეული მიწაში იფლება, იმიტომ რომ მიწავართ. რაც შეეხება აი ამ დარიგებას, ამ სწავლებას, მე მგონი ამოგიკითხეთ, ყველა ჩვენთაგანს დაინახეთ. ჩვენ მინდა რომ ყველა ჩვენთაგანმა დავინახოთ. როგორც ყველა ადამიანი, ყველა როცა იწყებს ადამიანი მოღვაწეობას და ცოდებთან ბრძოლას, ზოგს აქვს აი ადამიანებს ესეთი რაღაცა ძილის დროს აზრებით ყველანაირი ცოდვის ის შემოდის ადამიანში. აი აბსოლუტურად ყველანაირი მდგომარეობა. და ამით რა შვება ბოროტი, რომ მიყავს ადამიანი წუთი სოფლისკენ რა. სოფელში რაც ხდება. რა ხდება სოფელში? ამპარტაუნება, პატიმოყარეობა, დიდების მოყარება, მრუშობა, გარყვნილება, კაცის მოკლა, დაჭრა, ნარკომანია, ყველაფერი. რაც აუფლისთვის არ არის მოსაწონი. ამიტომ ყველას გვაიძულებს, რომ აი წავიდეთ. და რა შეება, რას უკეთებს ადამიანებს, რომ არაძლევს საშუალებას, რომ აღსარებლები გახდეს, არაძლევს საშუალებას, რომ სინანული ქონდეს ადამიანს, რომ დაძლიოს ეს ცოდვები. მაგრამ როგორც კი იწყებს ადამიანი ამ ცოდვებს, აი ბოროტი სულ ებრძვის, რომ აი ებრძვის იმაში, რომ ისაკრას რა ქვია, დასცეს ადამიანი. და ყველანაირი ცოდვით დასცეს. მაგრამ უფალი რას გვეუბნება? სწორედ აი აქ არის ღმერთის საოცარი მდგომარეობა. წინა იმაზეც გითხარით, რომ ესეთი ადამიანები, როგორიც ჩამოგვეთვალით, რომლებიც არ ეძახიან აღსარებას და საერთოდ აღსარებაზე არც აქვს, როცა დაელაპარაკები მქონია ესეთი ამსეთ ადამიანებთან ლაპარაკი, დაელაპარაკები ესეთ ადამიანებს აღსარებაზე, არ უნდათ რომ აღსარება თქვა, არ უნდათ უფალთან ყოფნა. და არ უნდათ რომ ღმერთი შეიყვარო და აღსარება თქვა, იციან როცა დევსაც ჩადიან, მაგრამ არ უნდათ. ესეთი ადამიანები ვერ ცხონდებიან. მაგრამ თუ არიან ასა ადამიანები, რომლებსაც აქვს სინანული, რომლებსაც აქვს ცოდვა და იციან რომ მათ უნდა მოინანიონ ეს, მაშინ ეს საოცარი რამეა. და არის კიდე მესამე, რომელსაც მინდობაზე და განხეთქილობაზე ვლაპარაკობთ, როცა სული წმინდის მართლს მიიღებს ადამიანი, ეს სასაულია. მაგრამ ამასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, დღეს რაღაცა ყველა თავისებურად ხსნის რაღაცა მამებთან ზოგი ისე იძა ლაპარაკობს, ზოგი ესე ლაპარაკობს ამას, მაგრამ მე მინდა წინა იმაზეც გითხარით, რომ დავდივარ სტარესთან, საოცარ ადამიანთან. რომელსაც პირველად როცა მივედი, რაღაცნაირად აი ესეთი ის მქონდა, მინდა და დავიჩოქე, რომ მინდა რომ შენდობის ლოცვა წაეკითხა და გავიდა, გამოიტანა ლორე და მითხრა რომ უფალმაო მაუწყაო შენი მოსვლაო და ბოლოს მითხრაო რომ შენთვისო ლოცვა უნდა წამეკითხაო და შენ დამასწარიო. და რამდენი ჩავდიოდი, სტუმ მაძლევდა ესეთ იმას, ცოდვების იმას, რომ აი წამეკითხა და მე ვეუბნებოდი რა ესო და ჩავიდნენ ესო და დავიჩოქებოდი და შენდობის ლოცვას მიკითხავდა. ესე იგი უფალი თუ ამას საუბრობს, რომ უფალს ნებავს, რომ ჩვენ უნდა გქონდეს სინანული, ხო? სინანული თუ არა გვაქვს, როგორ უნდა გადავჭეთ? თუ გაქვს სინანული, როცა მოციქულები ეკითხებიან, რამდენჯერ მიუტევოთ, თითქმის უსახსრულობისკენ იძახის უფალ, რამდენჯერაც მოვა ადამიანი, იმდენჯერ უნდა მიუტევო. და აპატიო. ყველა ადამიანს. და ეს პატიების უნარი უნდა გქონდეს, რომ ყველას აპატიო და არ უნდა გაარჩიო, ვინ არის ისა რა ქვია, აქლემის ქურდი და ნემსის ქურდი. ყველანი ღმერთის შვილები ვართ. როგორც კი ჩვენ გარჩევას დავიწყებთ, უკვე დაღუპულია მდგომარეობა. არავითარ უფლებას არ გაძლევს უფალი, რომ შენ ვიღაც ადამიანი გაარჩიო. და არც იმის უფლებას არ გაძლევს, რომ ვინმე განიკითხო. მე ვარ რომ მე განვიკითხა ყველასო, შენ არა გაქვს უფლება, რომ ადამიანი განიკითხო. ამიტომ ეს ყველაფერი არის ესეთი მდგომარეობაში და მე მინდა ამოგიკითხოთ ამასთან დაკავშირებით, ამასთან არა, მაგრამ აი სულიწმინდის მოფენასთან. ჭეშმა გავიხსენოთ რა უთხრა იესომ ნიკოდიმოსო. ჭეშმარიტად გეუბნებით შენ, ვინც არა დაიბადება ხელახლა ვერ იხილავს ღვთის სასუფეველსო. ისე როგორც პირველი დაბადება აუცილებელია ფიზიკური სიცოცხლისათვის, ასე რომ მეორე დაბადება აუცილებელია სულიერი სიცოცხლისათვის. შეხედეთ წმინდანების ცხოვრებას. ისინი ჩვენსავე ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ. და რა სიწმინდებს მიაღწიეს? ამის ერთ-ერთი მიზეზი უფლისადი უდიდესი სიყვარული
და მისი სიტყვის მორჩილება იყო. მათ თავისი ერთგულებით გული გაუხსნეს ღმერთს და მის ეს უფლება ემოქმედა მათში სულიწმიდას. ხოლო როდესაც ადამიანის სულიწმიდის მოქმედას ამ დროს ხდება ის, რაც ადამიანისათვის შეუძლებელია, ღმერთისათვის ყოველი შესაძლებელი არის. ზეციდან დაბადებული ადამიანი არის ის, ვის ნამდვილად მიდის თვისაკენ, იწყებს მისი სიტყვის მოსმენას და ცდილობს შესრულებას, გრძნობს თვლილებებს გულში და იწყებს სიყვარულს, იმისაც, რაც მოსწონს ღმერთს. ყველაფერი იმას კი არა, რაც ადრე მის ძირს დასემდა თავს ანებს და ტოვებს წარსულში. სხვა შემთხვევაში, ვინც დადის ეკლესიაში, ეზიარება მხოლოდ დასრულებ დადგენილ წესებს, განეგლულად და არ ცდილობს განწმინდოს გული და არ ებრძვის საკუთარ ვნებებს, საკუთარ მეს, ასევე უფალი ამბობს, ეს ხალხი მადიდებს თავისი ბაგით, მაგრამ მათი გული შორსაა ჩემგან. მნიშვნელოვანია, რომ გული გაუხსნათ ღმერთს, ღმერთი ვერ გაგვეხმარება, თუ ჩვენი გული დაკეტილია და ცოდვის მონები ვართ. უფლისმიან საყვარელო, ვიცით ესეთი რამ, რომ როცა ჩვენ მინდობაზე ლაპარაკობთ, ესე ვიცით, რომ ძალიან ბევრი ადამიანები ან თქვენს და ყველა ადამიანები, რომლებიც ოჯახში ცხოვრობენ, ცოლ-ქმარი არიან, შვილები ყავთ, პატიოსთან ცხოვრობენ, ამსარებლები არიან, მაზიარებლები არიან, იცავენ ღვთისმცნებებს, დასთავარია და ცხოვრობენ ისე, როგორც უფლისთვის მოსაწონია, რასაკვირველია მცხონდებიან. რასაკვირველი ადამიანების, რომელსაც უფალი უყვარს და ესე ცხოვრობენ, ისინი ცხოვრობენ, მაგრამ აი უფალი ნახეთ რას იძახის, რომელიც საკუთარ მეს თავპირველს აყენებს და ესე იგი ცოდვის ქვეშ არის, ისინი უნდა განიწმინდონო. არის ესეთი რამ, როცა ადამიანები, თქვათ, იწყებენ ცხოვრებას, მაგრამ ისევ იმ ცოდვას უბრუნდებიან, ისევ ცოდავენ, ინანიებენ, რაღაცნაირად ესე ცოდვაში არიან, მაგრამ თუ გვინდა რომ უფალი დავინახოთ და შევიტყმოთ უფალი, აი ესეთ რამეს გვასწავლის უფალი. მე მინდა ერთი რაღაცა გითხრათ, რომ სასუფეველში არის ბევრი სხვადასხვა ადგილები. პირველი ადგილზე, ვინც არის სასუფეველში, ესენი არიან მოციქულები და მოწამეები, ვინც სისხლს ღრის ღვთის სიყვარულისთვის. და ესეთები ძალიან ბევრი იყვნენ. და ადრინდელ დროს ალბათ მამებთან წავგიკითხავთ, რომ დედები თავის შვილებთან ერთად სადმე დიხარ, რომ კლავენ და აი მომკლანო ჩემ შვილთან ერთად უფალთან მინდა ვყოფნა. ალბათ ადრინდელ დროს, როცა ამას კითხულობდით, ვერ ხვდებოდით, რომ სადმე დიოდნენ, იმიტომ რომ უფალთან მისვლა ნიშნავს იმას, რომ ადრეც ამიხსნია და მინდა გითხრათ, როცა მოწამეობრივ ცხოვრებას გადიან, ჩვენ უნდა გავიაროთ საზღვერე საცავები, იცით 40 დღე რას ნიშნავს. ჯერ ნახულობენ იმ საზღვეროს, რომელიც არის და არის მერე საზღვერეები, რომელიც არის საშინელი საზღვერეები, რა, ჯოჯოხეთს ხედავენ. და იმდენად საზარელი ყოფილა ეს ნახვა აი ამ საშინელების, რა, რომ ძალიან რთულია. ამიტომ აი ეს მოწამეები პირდაპირ უფალთან მიდიან. ისევე ის მამები, რომლებიც აი გითხარით დღე და ღამე შრომობენ იმისთვის, რომ ეწამო როგორ? ხორციელად აი როგორც გითხარით, არ ძინავს, სულ ღვაწიანენ, სულ შრომობენ. აი რა იყო ადრე მამების რაღაცას აკეთებდნენ, შრომობდნენ, სულ ლოცვაში იყვნენ. სულ ლოცვაში არიან და სულ უფალთან არიან. ესეც ძალიან დიდი რამეა, მაგრამ ყოველთვის ერთი რაღაცა მინდა რომ გვახსოვდეს რა, რომ ხშირად არის ხოლმე რაღაცნაირად დღე ამ ბოლო დროს დაიწყეს რაღაცა ის არის, რომ სულ ჯოჯოხეთზე, რაღაცა ჯოჯოხეთში მოხდება ადამიანი და რაღაცა. ადრეც გითხარით მე ესე, რომ ამ სტარეცმა მეთქა ერთი რაღაცა, რომ საერთოდ ანტიქრისტეს ლაპარაკის თავი დაანებდა, არც ილაპარაკო მასზეო. რასაკვირველია, მოხდებაო, აპოკალიფსური მდგომარეობას განხორციელება, ისიც მოვა, ესეც მოხდება, ფულიც ისიც იქნება, მაგრამ შენ ყოველთვის ეცადე რომ უფალი შეაყვარო. თუ უფალი შევა ადამიანთან, თუ უფალი დაივანებს ადამიანთან და შეიყვარებს შენ ღმერთს, რომელი ანტიქრისტე შეგეხარო მოვა შენთან. როგორც გეუბნება უფალი, ეს არის გზა და ჭეშმარიტ და გამომყევი, მე და მამა შემოვალთ სულიწმინდა შენთან, როგორც მამა და უფალი სულიწმინდა თუ შემოვა, რომელი ანტიქრისტე დაგამარცხებს, არ ვინ შეგეხება საერთოდ. ამიტომ შეყვარება უფლის არის პირველი მდგომარეობა რა. და ყოველთვის უნდა გიყვარდეს ღმერთი.
და არა ის რომ რაღაცა მოთქვამე რომ ამ იმას დავიმკვიდრო და შენ თუ გადარჩენა გინდა უფალი შენთან არის გზას გაძლევს როგორ უნდა გადარჩენ და აი ხა ერთი რაღაცა მეთოდა მეთქვა მონასტერში მოხდა ერთ-ერთ მონასტერში ესეთი რაღაცა რომ ადამიანები მივიდნენ ერთ-ერთ ბერთან და იქ დახვდა ერთი ადამიანი და ეუბნება რომ ეს არაფერი არის ის მაგანო რადგინდა ამის ნახვა რაღაცა და შეურაცხყოფელი საუბრები დაიწყო ეს ადამიანი უსმენდა ამას ყველაფერს და არგას პასუხი არც გამოვიდა ამათან არაფერი და ჩავიდა ქვევი და დაინახა რომ კაკლის ხე იყო და ესროლა რაღაც ქვა და ჩამოვარდა ერთი კაკალი და გატეხა რომ გატეხა ნახა კაკალში იყო გულის სახე გულის ფორმის ის იყო კაკალში რა ხო და რამდენიმე ხნის მერე ესე იგი და გულის ტკივილი დაეწყო რაღაცნაირად წაიყვანეს წავიდა საავადმყოფოში და ნახა და გულის მდგომარეობა პრობლემები გაქო და რო აჩვენა აი უფალმაო ეს მაჩვენაო ეს გულის კაკალი ისაო რომ ჩემს გულსო ღმერთი არავის არ და მოკლედ არ იმას იზამსო შემეწებაო ღმერთიო და დამეხმარებაო ყოველთვისო მაგრამ ეს რას ნიშნავს ერთი ის რომ ადამიანს დაეხმარება და მეორე ის არის რომ ყველა ჩვენთაგანს უნდა გვახსოვდეს ღმერთის სიყვარული ყველა ჩვენთაგანის მიმართ რა. ნუ თუ თქვენ, რომლებიც აი ბრძანდებით, შეგიძლიათ რომ თქვენი შვილი გაიმეტოთ რამისთვის? გაიმეტებთ შვილს? ხო გადაეფარებით ყველგან და ყველაფერში. და თუ თქვენ ჩვენ აი ესე ამას ვაკეთებ ღმერთმა რომელმაც სამყარო შექმნა, ადამიანები შექმნა, ხატადამს გავსად და გეუბნება ისეთ რამეს და მეუბნება ეს სტარესი ვინც რომელსაც გეუბნები ისეთ რაღაცებს ყველაფერს ვერ მოყვები რასაკვირველია მაგრამ საოცრება არ ნახულია ღმერთის სიყვარული წარმოიდგინეთ რას მეუბნება რომ იქადაგე უფალი შეაყვარე რომ ისე უნდა უფალს რომ აცორქოვნოს ადამიანებიო თქვენ წარმოგიდგენიათ რა ხდება ღმერთს უნდა რომ ყველა ჩვენთაგანი გვაცხონოს მაგრამ მივდი ვართ უფალთან აი გვიჭირს რომ მივიდეთ მიხვდით რა ხდება სულ ბოროტი სულ ეს ამიტომ ამაში იყო ძალიან ბევრი სწავლებებია ძალიან ბევრი მაგალითებია ჩვენ როგორ უნდა ვიცხოვრო და რა უნდა გავაკეთოთ რა და ერთი რამ არის ესეთი რაღაც ესე ძალიან საინტერესოა და მომწონს რომ ქალი როცა გარდაიცვლება უფალი ეკითხება რა გააკეთე და ეს ქალი აი ის რა ქვია ის წავიყვანე სადღაც და ის მე გავაკეთეო ის იმას მივხედა ეს მე გავაკეთეო ის გავაკეთეო ეს მე გავაკეთეო უფალი მოდა შენი გული მაჩვენეო შენ რა გააკეთეო და გახსოვთ ესეთი რაღაცა მამაომაც იცის გული წმინდაი დაგბადე ჩემთან ღმერთო და სული წრფელი განმეახლე გონსა ჩემსა ჩვენ გული უნდა გქონდეს წმინდა გული უნდა გქონდეს და ჩვენი სულიც არ უნდა შეიბილწოს და არ უნდა დავკარგოთ ეს სული არ უნდა შეიბილწოს ჩვენი სული ამიტომ როგორ ელოდება უფალი რომ აი ესე ვიცხოვრო და ესეთი ეს გქონდეს და ყველაზე საოცარი რაც არის უფალთან ეს არის ის რომ მივენდოთ უფალს ისევ ერთი და იგივე სულ ვიძახი რა არის ეს მინდობა იმიტომ რომ თავარი ის არის რომ როცა შეიყვარებ ღმერთს როცა დაინახა უფალს და დაინახა სოფელს და ყველაფერს წარმავალს რა გინდა რომ მარტო უფალთან იყო ის ადამიანები ვისაც ახლა ჩვენ ლაპარაკობთ ის რომლებიც გასულები ღმერთის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია მარტო უფლით ცხოვრობენ რა თქმა უნდა წარმოიდგინეთ მათ იმხელა მათ საძლევს ღმერთი უმათ ესაუბრება სულიწმინდის მადლის იმაში რო არიან ისეთ რამებს ნახულობენ ეს საოცრებაა არ ნახულია ამიტომ ხშირად ამაქვს ხოლმე რაღაც წუთიანი ჩაწერები ხოლმე და მოწონდა მე და აი ესეთი რამ წაგიკითხოთ რა ნუ გეშინიათო რადგან შენთანა ვარ მე ნუ დაფრთხები რადგან შენი ღმერთი ვარ მე გაგამხნევებ და შეგეწევი ჩემი ხსნელი მარჯვენით ჩემი მარჯვენე და ვერავინ მე წარგიტაცებთო თუ ჩემთან იქნებით სასწაულებს მოგიხდენთო ეს აი ამას ეს ამაზეა ლაპარაკი ნუ შერწუნდებით ნუ რაფერზე არამედ ყველაფერში ლოცვითა და ვედრებით მადლებით აუწყეთ თქვენი სათხოვარი ღმერთს და ღვთისმშვიდობა რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება დაიცავ თქვენს გულებსა და გონებას ქრისტე იესოს მეშვეობით ემდე უფალს მთელი გულით და ნუ დაეყრდნობის საკუთარ გონებას
შეიცანი იგი ყველა შენს გზაზე და ის გაგისწორებს ბილიკებს. შევიყვაროთ უფალი მთელი გულით, მთელი სულით, მთელი გონებით და ყოველთვის გვახსოვდეთ უფალი იესო ქრისტეს სიტყვები. ჩემ ცხვრებს ჩემი ხმა ესმითო. მე ვიცნობ მათ და ისინიც მომდევენ მე. მე ვაძლევ მათ საუკუნო სიცოცხლეს. არ წარწყობდებიან უკუნისამდე და ვერავინ მომტაცებს მათ. მამა ჩემი, რომელმაც მომცა ისინი ყველაზე უმეტესია და მისი ხელიდან ვერავინ წარიტაცებს მათ. მე და მამა ერთი ვართ. მადლობა უფალს ყველაფრისთვის. ეს არის ის, რომ ღმერთის გარეშე ცხოვრება შეუძლებელი არის. მადლობა შევწიროთ უფალს და მე მადლობას წირავს უფალს და შენდობას ვითხოვ ყველა ჩემი ცოდვებისთვის და ყველა ჩემი მისთვის, როცა სრულყოფილი არა ვარ და სულ ვცდილობ, რომ მინდა რომ ისე წარიმართოს ჩემი ცხოვრება, როგორც უფალსნებას და არა ისე, როგორც მემნებავს. ღმერთმა დაგლოცოთ ყველა თქვენთაგანი და გაგახაროთ უფალმა. თუ შეკითხვები გაქვთ რამე, ძანეთ. მადლობა მამა, ერთი კითხვა მაქვს. ძანეთ. მადლობის შესახებ. Ja. თქვენ ახსენეთ საუბარში, რომ მინდობა არის ბოლო ეტაპი. Ja. ესე რომ თქვა, სად არის მადლიერება, ხო არ იწყება თქვა მადლიერებით, თვისება, სად არის მადლიერება და ის რაც მეტნაკლებად ყველას გვაწუხებს და ხშირად და სხვადასხვა ფორმით და ეს არის მადლობა, სხვადასხვა რამის მიმართ. Ja. რა არის ამის წამალდეს? ეცე რა არის უფალი, როცა ჩვენ უნდა მივენდოთ უფალს, ნახეთ როგორი რაღაცა არის. უნდა გავიაროთ ის საფეხურები და ის მდგომარეობები. უფალს ვერ მივენდობით, სანამ არ ვიქნებით ამსარებლები, მაზიარებლები, სანამ უფალს არ შევიცნობთ. სანამ არ გვექნება ის დამოკიდებულება, რასაც უფალი იძახით გახსოვთ სახარებაში არის ესეთი მდგომარეობა, რომ აი კიო თქვენ მონათულები ხართო, თქვენ ის ამას აკეთებთ, იმას აკეთებთ, მაგრამ თქვენ ცნებებს არ ასრულებთ. და ჩვენ თუ არ შევებრძოლებით ამ ჩვენს ბოროტ ზრახვებს, ჩვენს ბოროტ მდგომარეობას, ჩვენ თუ არ შევებრძოლებით იმას, რომ საკუთარ მეს, საკუთარ სიამაყეს, თავად ამპარტავნებას, ღმერთი არ გიღებს მაშინ. ამიტომ ვიძახი, რომ ეს ბოლო ეტაპი რა არის. თუ შენ ეს არ მოაგვარი ეს მდგომარეობა რა, მაშინ არ ხდება. აი მაგალითად 10 თონის თაზე, ნახეთ როგორი რაღაცაები და ალბათ ამოკითხული გაქვთ. ისიხასტი, რომელიც ძალიან დიდი მამა იყო, ხო? 8 წელი ებრძოდა ეშმაკი. 8 წელი. და საშინელებას უკეთებდა, არნახული დაცემები და არნახული რამე ქონდა. და გამოიარა ეს საოცარი რაღაცა, თუნდაც პაისის, თუნდაც პორფირი კავსოგალებას, თუნდაც დიდ მამებს, თუნდაც მამა გაბრიელს, თუნდაც აი ვინც მიიღო. ესენი გადიან ამ იმას, რომ ისაკნა რა ქვია, განიწმინდონ ამ იმაში. განიბანონ ამ იმაში, რომ შემდეგ უფალი მიიღო. თუ არ განიწმინდები, ვერ ღებულობ ამას, ხომ ესეა რა? და ეს მადლიერების მდგომარეობა ყოველ წუთში წინა იმაზეც მოგიყევით ჩემი ცხოვრებასთან დაკავშირებით, რომ გარდავიცვალე და ღმერთმა აღმადგინა და სასწაულებზე კეთებდა კი დავეცი საშინელი მდგომარეობა გადავიტანე, მაგრამ იმისთვისაც მადლობ უფალს. იმ განსაცდელებისთვისაც მადლობ, იმიტომ რომ იმ განსაცდელებმა იმდენი რამე მასწავლე, რასაც ვერასდროს ვერ ვისწავლეთ. იმიტომ რომ იცით რა არის, რატომ დასა აი დავით მეფე, ხო, ამხელა იყო და როგორ უყვარდა, მაგრამ დასა იმისთვის, რომ უფრო კარგი გამხდარიყო. ხანდახან ჩვენ გვაქვს ესეთი რაღაცა ის ადამიანიც ეს სტარეცის და მამები რას გაეღუნებიან. შენ მაგალითად შესწოდავ, ხო? და შესწოდე. ნუ გეშინია. დაეცი და ეშმაკმა შეგებრძოლა ბოროტი, ახსარება თქვი განიწმინდები. აი ეს არის. დავით, სხვა ხო არ გინდოდათ რამე კიდე ესეთი. აბა მადლობა. ფასტა მადლობა თქვენ.